წინასაარჩევნო კამპანია. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, სად განახორციელოთ პირველი ვიზიტები და რა მდგომარეობა არის? გამარჯობათ, მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით და მინდა სიამოვნებით გაუწყოთ, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა, თანამოაზრეებმა და თანამებრძოლებმა უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანია და იგი დაიწყო ზუგდიდიდან, სამეგრელოდან, რომელსაც ჩვენ მივანიჭეთ უაღრესად მნიშვნელოვანი როლი. იმ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომ თქვენ მოგეხსენებათ, ზუგდიდი არის კონფლიქტის რეგიონი და ამდენად ყველა ჩვენი გზავნილი, მათ შორის პირველი სამშვიდობო გზავნილების სახალხო ინიციატივით უნდა განხორციელებული იყოს სწორედ კონფლიქტის ზონიდან და კონფლიქტის რეგიონიდან. შეხვედრები გაიმართა ზუგდიდში და სამეგრელოს რაიონებში, შეხვედრები შემდეგ გაგრძელდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბათუმში და რამდენიმე რაიონში, ისევე როგორც გურიაში, შემდეგ გადმოვედით იმერეთში, ქუთაისში, შიდა ქართლში, გორში და რამდენიმე რაიონში, ისევე როგორც უკვე შეხვედრა გაიმართა რუსთავში. ორდღიანი შესვენების შემდეგ წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის სამუშაო შეხვედრები უკვე გაგრძელდება აღმოსავლეთ საქართველოში და სამხრეთ ჯავახეთში. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო უაღრესად საინტერესო სამუშაო შეხვედრები, ვინაიდან სწორედ ზუგდიდიდან დაიწყო სრულიად ახალი პროცესი, რასაც ქვია სახალხო პროცესი. ვინაიდან ჩვენ უთხარით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პოტენციურ ამომრჩევლებს, რომ ამ ვითარებაში, როდესაც უაღრესად რთულია პოლიტიკური ვითარება, როდესაც ყოფილი მმართველი ხელისუფლების ელექტორატი, ამომრჩევლები და მხარდამჭერები ვთქვათ ღიად სრულიად გასაგებ დაბნეულ ვითარებაში იმყოფებიან მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, ასევე ვთქვათ ღიად და უთხრათ ჩვენს ტელეაუდიტორიას, რომ დღევანდელი მმართველი ხელისუფლების ასე ვთქვათ მოღვაწეობის შედეგად ხალხი უიმედოდ არის დარჩენილი, აბსოლუტური დეპრესია აქვს, აბსოლუტური უიმედობის განცდა და მომავლის სრულიად არაპერსპექტიული განცდა და გააზრება, ამ ვითარებაში სრულიად გაუცხოებულად მეჩვენა მთელს ჩემს მიერ ჩამოთვლილ რეგიონებში, ზუგდიდში, ისევე როგორც სამეგრელოში, ბათუმში, ისევე როგორც აჭარის რაიონებში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, რუსთავში და ყველგან, სადაც კი გახლდით, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სრულიად უიმედო განცდა. უიმედობას იძლევა მასობრივი უმუშევრობა. იმის ნაცვლად, რომ შექმნილიყო სამუშაო ადგილები, პრაქტიკულად უმუშევრობა ერთიორად გაიზარდა. უიმედობას იძლევა ის, რომ პრაქტიკულად ეკონომიკური სტაგნაციაა მთელს ქვეყანაში. და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გამოცოცხლების სახით არსებობდა თუნდაც ბათუმში და აჭარის რეგიონში, როგორც ასე ვთქვათ, საკმაოდ მიმზიდველ რეგიონში ამ თვალსაზრისით მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად გაჩერებულია. უიმედობას იძლევა ის ამბავი, რომ თვითმმართველობანი სრულიად მართვის უუნარონი არის. ვერ იღებენ ვერავითარ გადაწყვეტილებას და გარდა იმისა, რომ რაღაცა პოლიტიკური გადმონაცვლება მიმდინარეობს ხელოვნურად, სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა მოტივით, სხვადასხვა პოლიტიკური ან ემოციური ან სუბიექტური ადამიანური მიზეზებით, ის რაც არის და თითქოს რაც უნდა მოქმედებდეს, პრაქტიკულად არის გადაწყვეტილებისა და მართვის უუნარო. მე უფრო მეტსაც გეტყვით. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური და მთავრობის კაბინეტიც კი სრულიად უუნაროა მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ამდენად ყველა ამ რეგიონს აქვს განმასხვავებელი თავისი როგორც ქართული განსხვავებული ტრადიციისა და ასე შემდგომ მრავალფეროვნება, მაგრამ მათ აერთიანებთ უმუშევრობა, უიმედობა, უპერსპექტივობა, ხელისუფლებისაგან უყურადღებობა და მე ვსარგებლობ შემთხვევით და ნამდვილად პრაიმ ტაიმის პრესკლუბიდან მიმართავ საქართველოს მთავრობის მეთაურს და პრემიერ-მინისტრს, რომ დროა ჩავიდეს რეგიონებში, შეხვდეს მოსახლეობას და თავადვე ნახოს ის რეალური ვითარება, მათ შორის სოციალური,
ეკონომიკური, რომელიც სრულიად დაქვეითებულია და სტაგნაციაში არის გადასული, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სრულიად გაჩერებულია და ვერავინ ვერ ახერხებს გადაწყვეტილების და თამამი გადაწყვეტილების მიღებას, რომ დაეხმაროს ბიზნესს და ხელი შეუწყოს აი ამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის და პრაქტიკულად მოსახლეობა ითხოვს მათთან შეხვედრას. ერთი ძალიან საინტერესო ყველა შეხვედრაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, ან ჩემთან შეხვედრები, რომლითაც დაინტერესდნენ ადამიანები და მოდიოდნენ შეხვედრების დროს, ისინი ამბობდნენ, რომ მათ ცოცხალი პოლიტიკოსი არჩევნების შემდეგ არ უნახავთ. მათ არ უნახავთ თავიანთი მაჟორიტარი დეპუტატები, რომელთა მზრუნველობა, რომელთა ჩარევა თუნდაც სასოფლო-სამეურნეო საგაზაფხულო სამუშაოების დროს არ უგრძნიათ, ვინაიდან ჩნდებოდა ბევრი კითხვა, იყო ბევრი პროცედურული შეკითხვა და შენიშვნა და ბუნებრივია იქნებოდა, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნახევარზე მეტი თანამშრომელი მინისტრის ჩათვლით პროკურატურასთან თანამშრომლობს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი, რომელიც მთლიანად ჩავარდა, რასაკვირველია, იქნებოდა ბევრი პრობლემა და იქნებოდა ძალიან ბევრი შეკითხვა, მაგრამ მათ შორის არც ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ხალხის გვერდით არ აღმოჩნდა, თუნდაც ელემენტარული ტექნიკური სირთულეების დაძლევის დროს. ისინი ითხოვენ სწორედ იმ ადამიანთან შეხვედრას, რომელმაც გააჩინა მთელ საქართველოში დიდი იმედი მომავლისა და ხვალისა, ეს არის კონკრეტულად საქართველოს პრემიერ-მინისტრი. და პირდაპირ შემოუთვალეს მას, რომ ნუ გაირჯებით მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატის ზურგზე ხელების მოთათუნებით და წარდგენით, ჩვენ არ მივიღებთ ასეთ კანდიდატს, თუ კი თქვენ არ დაინტერესდებით ყველა რეგიონის იმ პრობლემებით, რომელიც მთელ საქართველოში არის. ეს ყველაზე მწვავე დამოკიდებულება და კრიტიკა სად იყო განსაკუთრებით რომელ რეგიონს თუ შეგიძლიათ რომ? სიამოვნებით გეტყვით, რომ ფონი არის ერთი და იგივე, თუმცა ზუგდიდში განსხვავებული მოთხოვნებიც იყო. მაგალითად, ბენჯი ჩხაიძე დამეთანხმება, როდესაც ზუგდიდის საზოგადოების, ეს არ იყო პოლიტიკური საზოგადოება, ეს იყო სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლობა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობა და მედია, რომელიც სრულიად ორგანიზებულად მოვიდა ამ შეხვედრაზე. ისინი ამბობდნენ, რომ კეთილი ინებოს და აფხაზეთის მთავრობა ნუ გველაპარაკება თბილისიდან ქაღალდებით და მაშინ, როდესაც ეს არის კონფლიქტის რეგიონი, მაშინ, როდესაც აქ არის დევნილების უაღრესად დიდი რაოდენობა, მაშინ, როდესაც ენგურის ხიდზე გადასვლა და გადმოსვლა ხდება სრულიად საყოფაცხოვრებო პირობებში, მაშინ, როდესაც უნდა არსებობდეს უაღრესად დიდი სოციალური და სხვა ტიპის პროექტები, რომელიც გამოიწვევს ბუნებრივ ჩართულობას კონფლიქტის ზოლის მოსახლეობისა, იქედან და აქედან მხრიდან, აფხაზეთის მთავრობა არის თბილისში, გატაცებულია რაღაცა პოლიტიკური დაპირისპირებებით ერთმანეთთან და მხოლოდ ქაღალდებით გველაპარაკება. ზუგდიდის მოთხოვნა, ყოველ შემთხვევაში ამ საზოგადოების მოთხოვნა ასეთი იყო. ჩამოვიდეს და სტაციონარულად აფხაზეთის მთავრობა არსებობდეს სამეგრელოში და ზუგდიდში. ისევე როგორც მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ხათნა მაპატიეთ კითხვა გაქვთ, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როდესაც მე მეკითხებიან ხოლმე ქალტონესთან, რა არის თქვენი შანსი ამ არჩევნების დროს, მე ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩემი უპირველესი შანსია დიალოგი ჩემს ხალხთან, ჩვენს ხალხთან, პირდაპირი დიალოგი, პირდაპირი პრობლემების, ტკივილების, სიხარულების, წარუმატებლობის, წარმატებების გააზრება ხალხთან და რაც ყველაზე მთავარია, ხალხისათვის და ჩვენთვისაც. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში მედიისთვისაც ხელმიუწვდომელ პოლიტიკოსებს ასევე პირდაპირი დიალოგით მივმართოთ. და ასევე მინდა მივმართო ბატონ არჩილ ხაბაძეს, რომელიც არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური. ერთის მხრივ გულს გაუხარდება, როდესაც ბევრად მეტი სიცოცხლე შეინიშნება ბათუმში იმ წამოწყებული პროექტების, იმ მშენებლობების, იმ ინფრასტრუქტურული პროგრამების შემთხვევაში, რომელიც დაწყებული იყო, მაგრამ მეორეს მხრივ იქვე ჩნდება უიმედო განცდა, როდესაც ყველა პროექტი შეჩერებულია.
ძვირფასო ბატონო არჩილ, თუ თქვენ ამას ვერ ახერხებთ და ვერ ახერხებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, თუმცა კი თქვენ აუცილებლად უნდა მოახერხოთ ეს, იმიტომ რომ აჭარა არის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და მას აქვს მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი და თქვენ უნდა იყოთ ბევრად თამამი, ბევრად მამაცი და ბევრად კრეატიული და ბევრად თანამედროვე იმ დროში, რომელიც დღეს არის, მე გთავაზობთ პირდაპირ თანამშრომლობას და დაპირებას არა როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ როგორც ევროპული ინსტიტუციის პრეზიდენტი. ხვალვე ზეგვე ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი შეხვედრის შემდგომ აბსოლუტურად შემიძლია პრაქტიკულად განვახორციელო ევროპელი ინვესტორების ჩამოყვანა აჭარაში და ისევე როგორც მთელ საქართველოში. პარტნიორული პროექტების დაწყება, სუბსიდიების მიღება, დაბალპროცენტიანი კრედიტების მიღება ევროპული საფინანსო ინსტიტუტებიდან, უამრავი საინტერესო ინფრასტრუქტურული და თანამედროვე ტექნოლოგიური პროექტების, მათ შორის სოციალური პროგრამების განხორციელება. რადგან სიტყვა აჭარაზე მოვიდა, აჭარას კიდევ ერთი განსხვავებული პრობლემა აქვს. ეს არის ეკომიგრანტების პრობლემა. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები სრულიად დაუცველნი, ზოგჯერ ღია ცის ქვეშ, სრულიად მიუსაფარნი და მე ვიტყოდი, რომ სრულიად უყურადღებონი არიან როგორც ადგილობრივი, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლებისაგან, ისევე როგორც ზოგადად საქართველოს მთავრობისაგან. ეს არის სპეციფიური პრობლემა, რომელსაც ჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, შესაბამისი ნორმატიული აქტების შექმნა და შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებების გაკეთება. აი ამ საკითხებსაც ელოდება აჭარაში სპეციფიურად ამ მიმართულების ადამიანები, რომელსაც უკვე დიდი ხანია ეძახიან ეკომიგრანტებს. უწევს ყოველსა მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხები, როდესაც უკვე დაიწყო და იყო მართლაც ისეთი ემოციური განცდები, მე ამ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად უკვე ვიყავი გორში და ველაპარაკე ვესაუბრე იმ ადამიანებს, რომლებსაც ემოციები არ დაუმალავთ, ცრემლმორეული ემოციები, ვინაიდან ეგრეთ წოდებული საზღვრის, ანუ მავთულ ხლართის მიღმა დარჩა რამდენიმე სახლი, დარჩა სასაფლაო, დარჩა მინდვრები, საძოვრები, წყლის სათაო ნაგებობა, საიდანაც სოფელი უკვე იღებდა წყალს. თუმცა სრულიად არაადეკვატური აღმოჩნდა როგორც მთლიანად პოლიტიკური სპექტრი, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა და მე მესმოდა იმდენი ინტერპრეტაცია საზღვართან დაკავშირებით, რამდენმა პოლიტიკოსმაც გამოხატა აზრი. მაგრამ და იმავე დღეს საგანგებო წერილი გაუგზავნე ბატონ ლეფორტს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების სპეციალურ წარმომადგენელს და საგანგებო ელჩს, როგორც ქართულ-აფხაზურმა და ოსურმა საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი. მე ძალიან მიკვირს ის ამბავი, რომ უკვე საუბარი არის იგივე აბაშიძე კარასინის შეხვედრის ფორმატზე, თუმცა ეს ფორმატი არ ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, ამ ეგრეთ წოდებულ საზღვართან დაკავშირებულ სადისკუსიო საკითხებს. მე ძალიან კარგად მესმის, რომ წინასწარ დგება ხოლმე დღის წესრიგი, მაგრამ მოდით ხელისუფლებას უთხრათ, რომ ეს არ არის გასამართლებელი, რომ კარასინისა და აბაშიძის შეხვედრის ფორმატი ნამდვილად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სახელმწიფოთა შორის და მე ვგულისხმობ არა საქართველოს სამხრეთ ოსეთს, არამედ საქართველოს რუსეთს, როგორც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობისათვის არ არის საკმარისი ფორმატი კარასინისა და აბაშიძისა. და თუ კი იგი წვდება წვანილისა და ღვინის გატანას რუსეთის ფედერაციაში, ეს ვერ შეწვდება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხს. რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ პირდაპირ ეს, რომ ქართულმა მხარემ, როგორც სახელმწიფო მხარემ, უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი საიმისოდ, რომ ზეწოლა განახორციელოს ამ ცოცავი ანექსიის პოლიტიკაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს თვალწინ და რომელსაც უკვე უჩნდება ხელჩაქნეული და
იმედ დაკარგული ჩვენი მოქალაქეები. ამდენად ქართულმა მხარემ თუ კი მას აქვს და უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ უნდა გქონდეს ღირსება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების სრული განცდა. უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ბერკეტი, ვინაიდან შეაჩეროს ნამდვილად მცოცავი ანექსია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენი ხალხის ემოციების, სიცოცხლის, მომავლის ხარჯზე მიმდინარეობს. მე სოჭის ოლიმპიადას და ზოგადად ოლიმპიადას მივიჩნევ როგორც ყველაზე სამშვიდობო ფორუმს. მაგრამ თუ კი გაჩნდება ასეთი სიგნალი ულტიმატუმის სახით, მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ურიგო პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში ასეთი ტიპის დაბნეულობა, როდესაც თავდაცვის მინისტრის შვებულებაშია უკაცრავად. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკური განცხადებები, მე მგონია უკვე მხოლოდ გასართობი პროგრამების რეპერტუარში უნდა ჩაჯდეს. ეს არის ძალიან არასერიოზული, ეს არის ძალიან არადიპლომატიური, არაპროფესიონალური და მით უმეტეს რეალობას მოწყვეტილი პოლიტიკური განცხადებები. როდესაც საქართველოს მთავრობა არ აღმოჩნდა აბსოლუტურად მზად იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი ტიპის გამოწვევისათვის პოლიტიკური განცხადება სწორად, სრულად და თანმიმდევრულად გაეკეთება. როდესაც საქართველოს პარლამენტი არ აღმოჩნდა და აღმოჩნდა სრულიად უუნარო, ადეკვატური პოლიტიკური განცხადება მაინც გაეკეთებია და ეს გაიგო როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე ქვეყნის შიგნით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. და ამ დროს სრულიად მზად აღმოჩნდა კვლავ ჩვენი ხალხი იმისათვის, რომ კიდევ ხელახლა გადაიაროს მის თავზე, მის ცხოვრებაზე, მის შვილებზე, აი ამ უბედურებამ, რასაც ქვია კონფლიქტი და რასაც ქვია ახალი მავთულხვრათების გაჩენა. როგორც წარმოუდგენია ვინმეს, საფლავები, როდესაც დარჩენილი არის მავთულხვრათის მიღმა, საძოვრები და აი ის დახნულ დათესილი მიწები, რომლითაც უნდა გამოკვებულიყო ეს ოჯახები მავთულხვრათების მიღმა და საერთოდაც უკვე რომელი კედელი აღიმართება, მავთულხვრათის კედელი თუ ზოგადად ყრუ კედელი, გინდა იქეთ მხარეს და გინდა ხალხსა და მთავრობას შორის აბსოლუტურად ერთნაირი. მე ძალიან მწუხვა და შედეგად შემიძლია ერთადერთი რამ გითხრათ, რომ ეს ხელისუფლებაც აგრძელებს ძველ ინერციას, როდესაც ხალხი დგას ცალკე და ხელისუფლება დგას ცალკე. ვინაიდან არის ასეთი ფაქტობრივი რეალური მდგომარეობა, სხვა შორის მე მოვისმინე პრეზიდენტის გამოსვლა და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ძნელია არ დავეთანხმო მას თანამშრომლობასთან დაკავშირებით, როდესაც მან ხელი გაუწოდა, ასე ვთქვათ, მთავრობას თანამშრომლობას. ამავდროულად მიმაჩნია სრულიად პრინციპულად უშიშროების საბჭო შეკრებისა და მასზე წარმომადგენლობით დონეზე საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევაში ერთიანი პასუხისმგებლობის მქონე დოკუმენტი, პოლიტიკური დოკუმენტი მაინც გავრცელდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და აი ესეთ უხერხულ სიტუაციაში არ იქნება და დაბნეულ სიტუაციაში ის მოსახლეობა, რომელიც ელოდება კონკრეტული ტიპის ემოციურ მხარდაჭერას, მაინც არ იქნება ესეთი დაპირისპირებული პოლიტიკური პოლემიკის ქაოსში და რაღაცა პერსპექტივას დაინახავს. თუმცა უნდა იცოდეს როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა და მისმა კაბინეტმა, რომ ეს ნამდვილად არის უაღრესად ხანგრძლივი, მაგრამ ამავდროულად ყველა მხრიდან ჩართულობისათვის აუცილებელი და ჩართულობისათვის განწირული ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო გაგებით თანამშრომლობისათვის განწირული პროცესი. ვინაიდან რამდენი პოლიტიკოსიც არის დღეს საზღვრის იმდენი ინტერპრეტაცია არსებობს, კონფლიქტის იმდენი გააზრება არსებობს, მისი მოგვარების იმდენი პროგრამა არსებობს, ფაქტობრივი რეალობა არის კი სრულიად სხვა. ამდენად მას ჭირდება სწორედ ერთიანი სახელმწიფოებრივი დოკუმენტის შექმნა და რეალური მექანიზმების შედგენა, როგორც ქვეყნის შიგნით სამოქმედოდ, ასევე რასაკვირველია საერთაშორისო ასპარეზზე.
მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აზრზე საერთოდ არ არის. არა მხოლოდ პოლიტიკაზე, არა მხოლოდ დიპლომატიაზე, არა მხოლოდ პროტოკოლზე, არამედ ის ფორმატებიც არ იცის, რომელი საკითხები სად უნდა იყოს განხილული. და როდესაც ქვეყნის პირველი დიპლომატი აკისრებს კარასინისა და აბაშიძის, ანუ ჩინოვნიკების შეხვედრას, ამ მნიშვნელობას, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მნიშვნელობას, უნდა ვთქვათ ის კვალიფიკაციები, რომელიც მე უკვე გამოვიყენე და ეხლა ქალბატონია და პოლიტიკამ კი არ იცის, ქალი და მამაკაცი, მაგრამ მაინც ვერ იდები უფრო მკვეთრი განცხადებების გაკეთებას. ამდენად მე ვფიქრობ, რომ 2011 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს იყო რევოლუციური არჩევნები. ეს იყო არა არჩევნები, არამედ ეს იყო ყოფილი მმართველი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოხატული პოლიტიკური აქცია. და მე მინდა უთხრა პრემიერ-მინისტრს, რომ დროა იგი გამოვიდეს წინა საარჩევნო ეიფორიიდან, დროა იგი გამოვიდეს მმართველი პოლიტიკური კოალიციის პრემიერ-მინისტრობიდან და მან უნდა გაიგოს და გაიაზროს, რომ ის არის საქართველოს მთავრობის მეთაური და პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც მმართველმა ხელისუფლებამ პარლამენტში უნდა დატოვოს ის ემოცია, რომ ის არის მხოლოდ და მხოლოდ მმართველი კოალიცია და რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის წევრებს. ამიტომაც აი ამ შედეგების გააზრებით ჩვენ ზუსტად გამოვიყენეთ ეს პროცესი ჩვენი ხალხისთვის სასარგებლოდ, მათი ინტერესების სასარგებლოდ და ჩვენ უთხარით ჩვენს ხალხს, რომ ვიწყებთ სრულიად ახალ ფორმატს, რომ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ეს არის ყველაზე მაღალი ფორმატის პოლიტიკური პროცესი და ამ ვითარებაში ხალხი კი არ უნდა გაუცხოვდეს, არამედ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში არა როგორც სტატისტიკა, არა როგორც საარჩევნო რესურსი, არა როგორც ამომრჩეველი, რომელიც მხოლოდ იმ დღეს მივა საარჩევნო ყუთთან და ჩაუშვებს თავის ბიულეტენს, არა როგორც პოლიტიკური ლიდერების ფონის შემქმნელი და ტაშის დამკვრელი სხვადასხვა საარჩევნო დამკვრელი სხვადასხვა საარჩევნო შეხვედრების დროს, არამედ ჩვენ დავიწყეთ სრულიად ახალი ფორმატი, სრულიად ახალი პროცესი. მას დავარქვით სახალხო პროცესი, როდესაც ხალხი იქნება თავად ამ პროცესში შემოქმედი, მაორგანიზებელი, ძირითადი ძალა, ყველა ინიციატივის, მათ შორის ახალი პროექტების, ახალი პროგრამების შემომტანი, გამხმოვანებელი და შემდგომ აი ამ პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე თავარი მაკონტროლებელი და თავარი მონიტორი. ამდენად ზუგდიდიდან და მთელ საქართველოში ჩვენ დავიწყეთ ნამდვილი სახალხო დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც არ იქნება პარტიული მოძრაობა, მაგრამ ეს იქნება საქართველოს პოლიტიკურ პროცესში ხალხის პირდაპირი ჩართვა. ხალხი, რომელიც იქნება მთავარი მაორგანიზებელი და შემოქმედი ძალა ამ პოლიტიკური პროცესისა. და მე ასეთი, ესე ვთქვათ, წარწერაც დამხვდა ზუგდიდში, რომ ჩავედი ნესტან კირთაძე პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატი და სხვათა შორის ეს უკვე ყველგან გადავიდა მთელს რეგიონებში და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივა, საინტერესო წამოწყება. მე აქედან კიდევ ერთხელ მივესალმები ყველა რეგიონს, რომელიც უკვე ვნახე და სიამოვნებით ველოდები უკვე სხვა რეგიონებში წასვლას და ჩვენს ხალხთან შეხვედრას და ამ პროცესის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. მადლობა თქვენ.